დილამშვიდობის ეთერშია დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ ამბებს დავით ლაბაძე, გიორგი თვალაბეიშვილი და ნინო ვარდოსანიძე წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. ასევე რა მონაცემებს აქვეყნებს ეროვნული ბანკი გზავნილებთან დაკავშირებით. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები გადაცემის მეორე ბლოკში. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შეწყვიტა 4 მატჩიანი მოუგებელი სერია. ლიონელ მესიმ კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ 3 გოლში მიიღო მონაწილეობა. გუშინდელი საფეხბურთო მატჩების შესახებ სპორტულ ბლოგში მოვყვებით. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ლარის კურსის გამყარების მიზნით მთავრობის სამოქმედო გეგმა. კონსულტაციებში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მონაწილეობდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. როგორ დაკომპლექტდება ახალი სამთავრობო გუნდი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არის თემების წრე, რომელიც უკავშირდება სწრაფად განხორციელებას იმ სამთავრობო გეგმის, რომელიც ეკონომიკური, ფინანსური სტაბილიზაციისკენ არის მიმართული, მათ შორის სტრუქტურული ცვლილებები, საკადრო ცვლილებებიც რასაკვირველია, მაგრამ საკადრო ცვლილებები ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, სამინისტროები გეგმავენ რაციონალიზაციას თავის საქმიანობის, თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების ცვლილება და უამრავი სხვა რამ, რაც განაპირობებს სტაბილიზაციას ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში. ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით ამ დროისათვის 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 59 თეთრია. საქართველოს მთავრობა კურსის დასტაბილურებისთვის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს. პაატა შეშელიძის თქმით, გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სავარაუდოდ უცხოური ვალუტის სესხის ლიმიტირებას გულისხმობს, რაც მისი აზრით აბსურდულია. შეშელიძე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს პრობლემის აღმოსაფხრელად კონკრეტულ გეგმას თავაზობს. მისი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა. კერძოდ ამ კვირიდან არ გასცეს რეფინანსირების სესხი, შეაჩეროს ფულის ემისია. ექსპერტის აზრით, მთავრობამ უარი უნდა თქვა სუბსიდირებაზე, შეამციროს სამინისტროების რიცხვი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე შეწყვიტოს შიდა ვალის დაგროვება. ამ შემთხვევაში მისი აზრით შედეგი კვირის ბოლოს უკვე სახეზე იქნება. უნდა შეწყდეს შიდა ვალების დაგროვება. უბრალოდ აღარ უნდა ეღონ ვალები. უნდა თქვან ვარი სუბსიდირების გაცემაზე, რომელიც დარჩენილია ამ წელს. ასევე ახლა კარგი დროა მთავრობა ახალი კომპლექტაციით უნდა წარდგეს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ შეამცირონ სამინისტროები და საერთოდ ადმინისტრაციული ხარჯები და განაცხადონ, რომ ისინი ამცირებენ და ეს არ უნდა იყოს 1 და 2 მილიონი, არამედ რაღაც მსხვილი თანხა. დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე წარდგენილია. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მერიამ საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლოს გადააგზავნა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაახლოებით 800 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურა, ქალაქის კეთილმოწყობა და გამწვანებაა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიები უახლოესი 10 დღის განმავლობაში იმსჯელებენ და დოკუმენტს შენიშვნებთან ერთად მერიას უკან დაუბრუნებენ. საკრებულომ დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. დაახლოებით 62 მილიონ ლარზე მეც ვაპირებთ, რომ დავხარჯოთ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვნად შევამცირეთ ჩვენ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, დაახლოებით 16 მილიონ ლარით მოხდა ამ მიმართულებით შემცირება. ყველა იღებდა ქალაქის ბიუჯეტიდან, ასე ვთქვათ, დაფინანსებას, რაც არის არასამართლიანი. ჩვენ გავაკეთეთ და შევიმუშავეთ ახალი წესი და მხოლოდ სოციალურ დაუცველებს მიეცემათ ეს მიმართულებები, რომელიც მოიცავს კეთილმოწყობით ღონისძიებებს, ყველამდელ აღზრდას, ასევე სოციალურ მიმართულებას, ეკოლოგიას, ტრანსპორტის განვითარებას და ბუნებრივია მომავალი წლის ბიუჯეტში ეს მუხლები არის შესაბამისად დაფინანსებული. კოლეგებსაც, ოპოზიციონერებსაც მოუწოდებ, რომ დაწვრილებით შეისწავლონ დოკუმენტი. დოკუმენტში არის ძალიან ბევრი ისეთი მუხლი, რომელიც ქალაქს წაადგება. ნატოსა და ევროსტრუქტურებში საქართველოს ეკლესიის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ჩვენს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში. ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლება არ ხდება. აღნიშნულის მოტივად კი დასალური პოლიტიკა სახელდება, რომლის მიხედვითაც რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი აკრძალულია. საპატრიარქოში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ევროკავშირის ქვეყნებში ეს საგანი სხვადასხვა ფორმით ისწავლება.
განვითარება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ოჯახის, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციაში განსაზღვრას ეწინააღმდეგებიან. მოტივად კი ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ასახელებენ. საპატრიარქოს ინფორმაციით უმაღლესი დონის შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტსა და წერილობით რეკომენდაციაშიც არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში ოჯახი განისაზღვრა, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა. საქართველოს ეკლესიისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა, ნათქვამია განცხადებაში. ნარკოდანაშაულისთვის ორი სასულიერო პირის დაკავების საკითხზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით დაკავებულ ბერ ფილიპე ფხაკაძესა და გიორგი მეგრელიშვილს საეკლესიო სასჯელი უკვე მიღებული აქვს. საპატრიარქო ასევე მღვდელ მონაზონ ნიკოლოზ მაქარაშვილის მიერ მეზობლის ფიზიკური დაზიანების ფაქტსაც ეხმაურება და განმარტავს, რომ მაქარაშვილის მღვდელმსახურება აკრძალული აქვს. მოძღვრება ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს. ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმე მაიცილოს თავიდან. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი ვალდებულია დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორ აფასებენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას? საკითხზე კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ჩაატარა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მაჩვენა, რომ საჯარო სერვისებში მეკრთამეობის შემთხვევების სტატისტიკა დაბალია, თუმცა მოსახლეობამ არ იცის კორუფციის აღმოჩენის შემთხვევაში როგორი რეაგირება მოახდინოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციას აძლევს. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბერლინის სამდივნო მოამზადა. პერიოდში ევროპის და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის 60,000-მდე მოქალაქე გამოიკითხა. სრულმანი კორუფციის დონე საჯარო სერვისებში მეკრთამეობის დონე საქართველოში კვლავაც დაბალია და ამხრივ კარგი მდგომარეობაა ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. თუმცა პრობლემები არის თქო კორუფციის უფრო სხვა ტიპებთან შედარებით, ასევე შეიძლება ითქვას, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას მეტი მუშაობა მართებს კორუფციის თაობაზე, საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოების მხრივ, რადგანაც მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა უნდა მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ კი კორუფციას წააწყდებიან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახლა კი უცხოეთის სიახლეები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ორემში 16 წლის მოზარდი ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს თავს დაესხა და 5 ადამიანი დაჭრა. სამართალდამცველების ცნობით ინციდენტი სკოლის გასახდელში მოხდა. ექიმების შეფასებით ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. კიდევ ერთი თავდასხმა ამჯერად ოკლაჰომა სიტის აეროპორტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 52 წლის მაიკლ ვინჩესტერია, რომელიც ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, თუმცა მალევე პოლიციამ ის აეროპორტის სიახლოვეს ავტომობილში გარდაცვლილი იპოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი განიხილეს. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს დაზვერვის მონაცემების გაცვლაზე, რაც ტერაქტების პრევენციას შეუწყობს ხელს. ბარაკ ობამამ საბერძნეთი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საიმედო მოკავშირედ და ნატოს ერთგულად მოიხსენია. საბერძნეთში ობამას ვიზიტმა მოქალაქეთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მემარცხენე რადიკალებმა და ანარქისტულმა ორგანიზაციებმა აკრძალვის მიუხედავად პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან ამერიკის საელჩომდე ცვლილობა გამართეს, სადაც დაახლოებით 4,000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტებს გზა პოლიციამ გადაუკეტა კორდონის გარღვევის დროს. სამართალდამცველებთან შეტაკებაც მოხდა. პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა. ვაშინგტონი რუსეთის მიერ სირიაში განახლებულ ავიაიერიშებს გმობს. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მოსკოვი თავისი ქმედებებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ელიზაბეთ ტრიუდოს განცხადებით ამის შესახებ მოწმობს 5 საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ მიღებული ცნობები. სამშაბათს კრეისერ ადმირალ გრიგოროვიჩიდან რუსეთმა ფრთიანი რაკეტები გაუშვა, რომელმაც მათი განცხადებით ტერორისტების პოზიციები დაბომბა სირიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით სამიზნეს ჯებჰათ ალ-ნუსრას დაჯგუფება წარმოადგენს, რომლების თავს ილდიბისა და ხომსის პროვინციებში აფარებენ.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების ახლად არჩეული ლიდერი დონალდ ტრამპი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მოკავშირე გახდება. ამის შესახებ სირიის ლიდერმა პორტუგალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპი ბუნებრივ მოკავშირედ მოიხსენია. ასადის თქმით, თუ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს, მაშინ მათ შეუძლიათ მოკავშირეობა, როგორც ეს რუსეთის, ირანის შემთხვევაში მოხდა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად ისევ იბრძოლებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში მისმა კოლეგამ ქრისტიან დემოკრატიული პარტიიდან ორბერტ რედგენმა განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის არჩევნებში მერკელი საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. საიმიგრაციო კრიზისის მიუხედავად გერმანიის მოქმედი კანცლერის მიმართ მხარდაჭერა თანამოაზრეთა შორის დიდია. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას უკვე 11 წელია იკავებს. ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება. თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გრძელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის 20 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას. ისინი გლობალური მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებში დამსახურებულ მედიკოსებს მინისტრმა სიგელები გადასცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დღეს დასრულდა. ეს გარკვეულად ეტაპია, რომელიც ჯამდება ამ 20 წლის თავზე და ისახება უკვე ახალი, უფრო ფართო პერსპექტივები, იმიტომ რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენი სლოგანია, რომ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად დავიწყოთ დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის, ანუ ცხოვრების ჯანსაღწესის დამკვიდრება. ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტ ადგილობრივი საბჭოს ფარგლებში მუდმივ მოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებს ინფორმაცია პროექტის მიზნების და ფუნქციების შესახებ მიაწოდეს. პრეზენტაციაზე საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის და 16 წელს მიუღწეվել პირთან სქესობრივი კავშირის თემებზე ჩატარებული კვლევები წარმოადგინა. შეხვედრაზე იმსჯელეს ბოლნისის და დმანისის რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და ასევე პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს. ამ პროექტში განსაკუთრებულია როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და ის ინიციატივები, რაც შეიძლება რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდეს. შესაბამისად, ეს პროექტი მოიცავს ძირითადად იმ საკითხებს, რომელიც პრობლემულია ჩვენი რეგიონისთვის. ბორჯომში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის ძირითად პრინციპებზე ტრეინინგ-სემინარი გაიმართა. კოდექსი ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი რეგულაციაა სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება. ტრეინინგ-სემინარი გაიმართა როგორც სამინისტროში შემავალი დარგობრივი სამსახურების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ტრეინინგს ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები დაესწრნენ. გრძელდება სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე მოქმედების შეფასების ახალი კოდექსის აღსრულების ინსტრუმენტების გაცნობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს 5 დღიანი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად დაჭირდება ქვეყანას. პატრიარქის ნათლული კიდევ 500 ბავშვი გახდა. რიგით 46-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში უწმინდესი მიბრძანდა და შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ნათლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თავისი ნათლულები დალოცა. პატარებს კი საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცათ. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეისათვის უწმინდეს დაახლოებით 30,200 ნათლული ყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნათლულები, ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები, მათი და-ძმები და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ნათლობის საიდუმლო, უდიდესი საიდუმლოა და დღეს მადლი უფლისა, რომელიც არის
უზრუნველთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი უხვად გადმოვიდა საქართველოზე. საჩუქარია ჩვენთვის რა, ჩემი ოჯახისთვის დღევანდელი დღე. რადგანაც პატრიარქი ნათლავს ჩემს შვილს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პატრიარქმა მონათლა ჩვენი სამი ტყუპი და ღმერთს ვთხოვ, ძალიან ბევრი მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ბავშვები ყველამ გააჩინოს და გამრავლდეს საქართველო. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეა ახალგაზრდა მხატვრის საბა ენუქიძის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ავტორის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ფოტოები და ინსტალაციებია წარმოდგენილი. საბა ენუქიძისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. მე აქ ელენე ახვლედიანის სახელობის ფერწერების გალერეაში ვსწავლობ უკვე 12 წელია და 12 წლის შემოქმედება წარმოდგენილი ეტაპ-ეტაპ წამწლოვანებით განვითარება ჩემი ფაქტიურად წარმოდგენილი. აქ არის ძალიან ფართე სპექტრი ამ გამოფენაზე. ფერწერა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია, ძალიან საინტერესო პიროვნება გაიზარდა. 18 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ქალთა მეწარმეობის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქალი მეწარმეები და მენეჯერები, ასევე ქალთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საბანკო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. რასახის მხარდაჭერა სჭირდებათ დღეს მეწარმე ქალებს? პროგრამის დეტალებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის პროგრამის მენეჯერი საქართველოში სევერიან ღვინეფაძე მოვიწვიეთ გადაცემაში. დილამშვიდობის მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, ნინო, მოგესალმებით. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დღეს არაერთი პროექტი ხორციელდება საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად ქალი მეწარმეების დახმარებას ის პროგრამა ითვალისწინებს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. რასახის მხარდაჭერა სჭირდებათ დღეს ქალ მეწარმეებს და რამდენად დიდია მათი მხრიდან ბიზნესისადმი დაინტერესება? როგორც სწორად აღნიშნეთ, ყველანაირი ბიზნესი, მათ შორის მცირე ბიზნესები განსაკუთრებით საჭიროებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას. ეს დახმარებები მოიცავს როგორც ტექნიკურ დახმარებას, კონსულტაციების სახით, ასევე გარკვეულ სიადვილეს და წვდომას ფინანსებისადმი. ჩვენი კონკრეტული პროექტი გულისხმობს ამ ორივეს გაერთიანებას. ჩვენი ძირითადი მიმართულება ჩვენი გუნდის ეს არის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მათ შორის ქალი მეწარმეებისთვის და კონკრეტულად ამ პროგრამის ასე ვთქვათ ხიბლი იმაში მდგომარეობს რომ ვიცოდით რა სირთულეები ფინანსებთან წვდომის თვალსაზრისით ჩვენ გავაერთიანეთ ტექნიკური დახმარება და ფინანსური რესურსების ასე ვთქვათ ხელმისაწვდომობა და 2013 წელს შეიქმნა ესეთი რეგიონალური პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელიც მოიცავს 6 ქვეყანას: ბელორუსს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს და ევრობანკმა 40 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო ადგილობრივ ბანკებს. აქედან ამ თანხის დიდ ნაწილს დაახლოებით 25 მილიონამდე ევროს აითვისებენ საქართველოს ბანკები, ქართული ბანკები და სწორედ აი ამ ახალი სასესხო პროდუქტის წარდგენა იგეგმება პარასკევს 18 ნოემბერს თქვენს მიერ. დიახ, ეს იქნება ახალი საკრედიტო ხაზი, ეს იქნება შეღავათიანი სესხები ქალი მეწარმეებისთვის. მე მოვერიდებოდი სიტყვას შეღავათიანი, მაგრამ ეს იქნება პროდუქტი, რომელიც იქნება მიმზიდველი და რომელიც იქნება გათვლილი ქალი მეწარმეებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი ბიზნესების გაფართოება და ასევე რაც პრინციპში ახალი იქნება ქართულ საკრედიტო ბაზარზე, ეს იქნება კრედიტი დამწყები ბიზნესებისათვის, ეგრეთ წოდებული სტარტაპებისათვის. დიახ, სწორედ სტარტაპებზე მინდოდა მეკითხა ბატონ სევერიან, თქვენ ახსენეთ ტექნიკური დახმარება, კონსულტაციები, რამდენად სჭირდებათ ქალმეწარმეებს დახმარება, როდესაც იწყებენ ბიზნესს და ძირითადად რა ცოდნის მიღება არის აუცილებელი მათთვის იმისათვის, რომ შემდეგ უკვე ეფექტურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა? მოგახსენებთ, ესე იგი ჩვენ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული გვაქვს აი ამ მიმართულებით ქალი მეწარმეების კომპონენტში დაახლოებით 41 საკონსულტაციო პროექტი. აქედან ძალიან დიდი ასე ვთქვათ წილი მოდის მარკეტინგულ პროექტებზე. ოღონდ აქ საუბარია უკვე არსებული ბიზნესების დახმარებაზე. რაც შეეხება სტარტაპებს, ბუნებრივია მათაც გარკვეული საჭიროებები ექნებათ, განსაკუთრებით ბიზნესის დაგეგმვის, ბიზნეს გეგმების შედგენის, სტრატეგიის განსაზღვრის თვალსაზრისით, ასევე
ფინანსური მენეჯმენტის და მოძიებული თუ მოპოვებული ფინანსური რესურსების სწორად განკარგვის თვალსაზრისით. ამდენად დღეს მდგომარეობით ჩვენ სტარტაპ კომპანიებს ვერ ვეხმარებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე უკვე არის საკრედიტო რესურსი, ჩვენი გუნდი აქტიურად განიხილავს ამ მიმართულებასაც, რომ სტარტაპ კომპანიებს დავეხმაროთ საკონსულტაციო მომსახურებით. დიახ, თქვენ მარკეტინგული სფერო ახსენეთ, რაც შეეხება თქვათ სოფლის მეურნეობას, მომსახურების სფეროს, რამდენად ინტერესდებიან ქალი მეწარმეები ამ სფეროებით? ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული ასე ვთქვათ პრიორიტეტები დარგების მიხედვით, საკმაოდ ფართო სპექტრი არის წარმოდგენილი. დიახ, რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის? შეზღუდვა არის ის, რომ კომპანია უნდა იყოს საქართველოში დარეგისტრირებული, აუცილებლად უნდა ქონდეს იურიდიული სახე, უნდა იყოს ან შპს ან თუნდაც ინდმეწარმე და რაც თავარია მენეჯმენტი, ანუ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე უნდა იყვნენ ქალები დასაქმებული, ან მენეჯერის, ან თქვათ ფინანსური მენეჯერის, ან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციებზე. შესაბამისად და უნდა ქონდეთ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. გასაგები, რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსურველი ჩაერთოს იმ პროგრამაში, რომელსაც წარადგენთ თქვენ 18 იანვარს და ასევე მიიღოს მონაწილეობა მთელ იმ პროცესში, რასაც თავაზობს თქვენ უკვე რამდენიმე წელია, თუნდაც კონსულტაციების მიმართულებით. თუ ღონისძიებაზე დასწრებას გულისხმობთ, მაშინ ამისთვის ჩვენს სათავო ოფისში, ჩვენ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში უნდა დარეკონ და ჩაეწერონ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. თუმცა როგორც ვიცი, გუშინდელი მდგომარეობით საკმაოდ ასე ვთქვათ საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩვენი ღონისძიება ქალი მეწარმეებისთვის და უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. თუმცა კიდევ ვღებულობთ ასე ვთქვათ მსურველებს. რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობას, ამისთვის უმჯობესია ისევ და ისევ ჩემი გუნდის წევრებთან გასაუბრება, რომ გავიცნოთ კომპანია, გავიცნოთ მათი ასე ვთქვათ სურვილები, მათი პრობლემები. და შესაბამისად უკვე დეტალურად აუხსნათ ის პროცედურები, რაც საჭიროა. დიახ, თქვენ ახსენეთ, რომ მაინც შეზღუდვები არის, მაგრამ მაინც რა კრიტერიუმებით არჩევთ ხოლმე, რა არის ხოლმე გადამწყვეტი, როდესაც ირჩევთ კონკრეტულ ბიზნესს და კონკრეტულ ქალმეწარმეს? ანუ კრიტერიუმები გვაქვს ზოგადი, კომპანია უნდა როგორც წეგან აღნიშნე, უნდა იყოს დარეგისტრირებული საქართველოში, უნდა ქონდეს მას იურიდიული ფორმა, უნდა იყოს მინიმუმ 1 ან 2 წლის, 1 წლისას გულისხმობთ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თბილისის გარეთ ან რეგიონში არის დარეგისტრირებული, თბილისში არსებული კომპანიებისთვის მინიმუმ 2 წელს ვითხოვთ არსებობის ისტორიას და ნუ ასე ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირის განსაზღვრებით განისაზღვრება 250 თანამშრომლამდე. შესაბამისად, ნუ ამ კრიტერიუმს ძალიან ბევრი კომპანია აკმაყოფილებს, ანუ არ მგონია რომ ეს იყოს ასე ვთქვათ ხელის შემშლელი. დიახ, თუმცა თუ კი ბევრი კომპანია არის მსურველი, ამ შემთხვევაში ალბათ გექნებათ გარკვეული ლიმიტები და მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. წლის განმავლობაში აი ქალი მეწარმეების პროგრამის კომპონენტში დაახლოებით 15-20 პროექტს ვაკეთებთ. ამიტომ ასე ვთქვათ, არ ვართ ძალიან შეზღუდულები. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს და გამოცდილება, პრინციპში ეს ჩვენი ასე ვთქვათ, წლიური გეგმა საკმაოდ შესაბამისობაში არის არსებულ მოთხოვნასთან ბაზარზე. თუ დავინახავთ, რომ მოთხოვნა მზარდია, ბუნებრივად ჩვენ შეგვიძლია რომ ავწიოთ ეს ჩვენი. დიახ, ბატონ სევერიან, სტატისტიკა ახსენეთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენად გაიზარდა დაინტერესება ქალების მხრიდან ბიზნესის მიმართულებით? ჩვენ ეს როგორც ვახსენე, ქალი მეწარმეების დახმარების პროგრამა დავიწყეთ 2013 წელს და საკმაოდ აი მას შემდეგ ამ ბოლო 3 წლის მანძილზე საკმაოდ სტაბილურია. ანუ მზარდი არ არის ეს რიცხვი. იცით ახლა არ არის მზარდი, თქვათ რაღაცა დიდი ნახტომებით ვერ ვიზდებით, მაგრამ ჩვენი პროგრამა მუშაობს 2003 წლიდან საქართველოში, რაც გულისხმობს უფრო ფართო მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და ამ პროექტების დროსაც ბუნებრივია ქალი მეწარმეები საკმაოდ ბევრი ხდება და ბევრი შეხვედრია ჩვენი ისტორიის მანძილზე. რო ავიღოთ მთლიანობაში, სადღაც 15-20% ჩვენი არსებული, ჩვენი განხორციელებული პროექტების მოდის ქალ მეწარმეებზე. საერთო რაოდენობაში 1100-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული საქართველოში 2003 წლიდან დღემდე. დიახ, როდესაც არსებობს ქვეყანაში პროგრამა ქალი მეწარმეების დახმარების მიზნით, ეს გარკვეულწილად ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში მაინც მამაკაცები არიან დომინანტები და სჭირდებათ ქალებს ხელშეწყობა, რომ გაუტოლდნენ მამაკაცებს და მათაც ეფექტურად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა სწორედ ამ სფეროში. მე გადავხედე გარკვეულ მასალებს და 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ასე ვთქვათ, სწავლობს
უთანასწორობას ქალ და კაცს ზოგადად ქალებსა და მამაკაცებს შორის, რომელიც მოიცავს 4 ძირითად კომპონენტს. აქ ხდება, ასე ვთქვათ, შეფასება ქვეყნების დონეზე, ესე იგი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის, განათლებისადმი წვდომის, ჯანდაცვისადმი და ასე ვთქვათ წვდომის და პოლიტიკაში ჩართულობის პარამეტრების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობას და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც ბევრ ქვეყანაში, 154 ქვეყანაში ტარდება ეს კვლევა, ასე ვთქვათ, საკმაოდ შორს არის იმ სასურველი შედეგისგან, რასაც ქვია აბსოლუტური პარიტეტულობა რა არის ამის მიზეზი, კონკრეტული რამდენიმე ფაქტორი რომ დავასახელოთ. მე არ გახლავართ ამის სპეციალისტი, ამიტომ ეს მგონი უფრო ძალიან ისე უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს, რომ გავიგოთ, ვთქვათ, რატო ასე ვთქვათ, იკავებენ ქალები თავს ბიზნესში ჩართულობისგან. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ამ თვალსაზრისით არ არის ძალიან ვთქვათ ცუდი მდგომარეობა. რამდენთაც ვართ, აი მარტო ამ კომპონენტს თუ ავიღებთ, ვართ 71 ადგილზე მსოფლიოში. მაშინ როცა მთლიანობაში ვართ 90 ადგილზე. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ქართველი ქალები საკმაოდ აქტიურები არიან და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაიზრდება და დიახ, ერთგვარი мотиваცია ალბათ იქნება ქალი მეწარმეებისთვის 18 ნოემბერს გასამართი ღონისძიებაც, სადაც ისინი უფრო დეტალურად გაიგებენ, რა შეღავათი შეიძლება ჰქონდეთ მათ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებენ ან განავითარებენ თავიანთ ბიზნესს. მოდით უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რას მოისმენენ ამ ღონისძიებაზე ქალი მეწარმეები, გარდა იმ საკრედიტო ხაზის პრეზენტაციისა, რომელიც უკვე ახსენეს თქვენ. მე ცოტა ასე ვთქვათ, შესავალს გავაკეთებ ამ თქვენ ბოლო კითხვასთან დაკავშირებით. ჩვენი პროგრამა ემსახურება იმას, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფაქტორი, რაც შეიძლება ზღუდავდეს ქალებს ვთქვათ ბიზნესში წასვლისგან, ეს არის მათი თვითდაჯერებულობა, გარკვეული ასე ვთქვათ უნარების ნაკლებობა, ცოდნის ნაკლებობა. ჩვენი პროგრამა ზუსტად ემსახურება იმას, რომ ასე ვთქვათ გავაძლიეროთ ქალებში ზუსტად ის ცოდნა კონსულტაციების სახით ტრენინგების დიახ, შეიძლება უფრო ფსიქოლოგიური მომენტები იყოს აქა და გარდა კონსულტაციებისა ჩვენ გვაქვს ტრენინგების პროგრამაც და ზუსტად მომავალ კვირას ვიწყებთ ტრენინგს ფინანსურ მენეჯმენტში და სურვილებს ბუნებრივია შეუძლიათ რომ აქაც ასე ვთქვათ მოგმართონ და აუხსნით და დავაკვალიანებთ როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროგრამაში ამ ტრენინგზე დასასწრებად. გარდა ამისა გვაქვს მიმდინარე პროგრამები, რომელიც მოიცავს mentorings, coachings. ეს არის ასე ვთქვათ გრძელვადიანი ურთიერთობა მეწარმე ქალსა და ვთქვათ კონსულტანტსა და კოუჩებს შორის, რაც აძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, უფრო დარწმუნებულები იყვნენ იმ ნაბიჯებში, რასაც ისინი გადადგამენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში. დიახ, და ბატონ სევერიან, ბოლოს მინდა გკითხოთ, შედეგი მუშაობისა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ქალ მეწარმეებთან, არაერთი პროექტზე გიმუშავიათ, კონსულტაციები ჩაგიტარებიათ. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ამ ბიზნესებთან დაკავშირებით, რამდენად განვითარდა კონკრეტული, თქვათ, იმ ბიზნესების მიმართულება, რომელზეც თქვენ გიმუშავიათ ბოლო წლების განმავლობაში? ჩვენ ყველა პროექტის შემდეგ, დასრულებიდან 1 წლის შემდეგ ვატარებთ საბოლოო კვლევას და შეფასებას ჩვენს მიერ გაწეული საკონსულტაციო პროექტის და მინდა გითხრათ, რომ 80-85% ამ პროექტების შედეგების არის დამაკმაყოფილებელი და ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიზნებს მიაღწია კომპანიამ, ან ხშირ შემთხვევაში გადააჭარბა კიდევაც. ასე რომ ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტი და ჩვენი ბენეფიციარი ქალი მეწარმეები საკმაოდ წარმატებულები არიან და უსურვებ მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ინფორმაციისთვის, წარმატებები მათ და თქვენ საქმიანობაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის პროგრამის მენეჯერი საქართველოში სევერიან ღვინეფაძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ბიზნესის და ეკონომიკის სიახლეები დავით ლაბაძესთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში, ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, მანამდე კი ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები.
სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. ტრადიციულად შეხვედრები მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან იმართება. მთავარი საკითხი 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტია, რაც ეგრეთ წოდებული მოგების გადასახადის რეფორმის გამო სასურველ 3%-ზე მაღალი იქნება. მთავრობის გათვლებით ახლებურად დაბეგრვა ბიუჯეტს 500 მილიონ ლარს დააკარგვინებს და დეფიციტი 4% იქნება, რაშიც ეჭვეპარება სავალუტო ფონდს და 6%-იან დეფიციტს ვარაუდობს. მისიის ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაასრულებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და საშუალოვადიანი ფისკალური გეგმების შედგენის პროცესში გაითვალისწინოს სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. მისის ძირითადი მიზანია გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა, მომავალი ახალი მთავრობის მომავალი გეგმები, რა იქნება ფისკალური გეგმები მთავრობის, რა იქნება ბიუჯეტის დეფიციტი. ოქტომბერში ფულადი გზავნილები გაიზარდა ეროვნული ბანკის მონაცემებით. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2015 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულად გზავნილებში 1%-ით გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების წილი, ხოლო რუსეთიდან გზავნილების წილი საერთო მოცულობაში 7%-ით არის შემცირებული და 33% შეადგენს. ამ შედეგით რუსეთი მაინც ფულადი გზავნილების კუთხით პირველ ადგილზეა, მეორეზე ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც ოქტომბერში 11.600.000 დოლარი გადმოირიცხა, ხოლო მესამეზე საბერძნეთი 11.300.000 დოლარით. რაც შეეხება ქვეყნიდან გადარიცხულ თანხებს, ერთ წელში 2.5 მილიონი დოლარით არის გაზრდილი და 17.800.000 დოლარი შეადგენს. პროფესიულ სასწავლებლებში პროფესია მკერავი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა. სასურველი ფორმისა და დიზაინის ტანსაცმლის საკუთარი ხელით შექმნა არაერთს უჩნდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ პროფესიის დაუფლების სურვილი უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. რამდენად არის ამ სფეროში დასაქმების პერსპექტივა და როგორია სწავლების მეთოდები? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. კარგი ხარისხის ტანისამოსის შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ იმის სურვილი, რომ შედარებით იაფად მსგავსი ტანსაცმელი საკუთარი ხელით შექმნან, არაერთს უჩნდება. ტანსაცმლის დიზაინერისა და მკერავის პროფესია გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. ჭრა კერვის, მოდელირების, თარგების აგება, გადაკეთებისა და ქსოვილის გაფორმების ნულიდან შესწავლას დაახლოებით 1 წელი სჭირდება. სტუდენტები სხვადასხვა სირთულისა და ფორმის ტანსაცმლის შეკერვას სწავლობენ. მათ უმრავლესობას დამსაქმებლებისგან შემოთავაზებები უკვე აქვთ. გადაწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან მაინტერესებს ბავშვობიდან კერვა და თან დასაქმების მხრივაც ძალიან ბევრი შემოთავაზებები გვაქვს უკვე. უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული ფსიქოლოგიის განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ როგორც ფსიქოლოგი, არ ვამბობ უარს, ვიმუშაო როგორც მკერავმა. დღეს დავიწყეთ ამ კაბის კერვა, ჯერ ვაკეთებთ ხოლმე თარგებს, ჭრით თარგ და შემდეგ თარგის მეშვეობით ტანზე ვიკერავთ კაბას, როდესაც თარგს აკეთებ არ გჭირდება, აი ძალიან ბევრი პრიმერკა, ეგრეთ წოდებული გასინჯვები, ჩასინჯვები და ადებ თარგს გამოჭრით და ჩვეულებრივად ერთ დღეს შეგიძლია კაბა დავშეკერო. ტანსაცმლის დიზაინის გარდა პროფესიულ სასწავლო ცენტრში თექაზე მუშაობას, ხატვასა და კომპოზიციის აგებასაც ასწავლიან. კურსის ბოლო ორ თვეს სტუდენტები პრაქტიკებს ფაბრიკებსა და საწარმოებში გადიან. ამ მიმართულების ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, სტუდენტების დიდი ნაწილი თვით დასაქმებულია. თუ ბავშვს დაინტერესება აქვს და მოწონებას იმსახურებს თუნდაც იმ დიზაინერთან თუ ფაბრიკაში საწარმოში, ის იქვე რჩება სამუშაოდ და უკვე სამსახური აქვს. და ამასაც რომ ვთქვათ უკვე თავიდანვარდებოდ, თვით დასაქმებულები არიან ესენი. თექასთან ერთად პლუს არის სინთეზი კეთდება, აი ქვილთის მასალაში შერეული ტექნიკით მუშაობა, აქ ბავშვი თავისი ხელით ქმნის ქსოვილს, ეს კეთდება წულზე, კეთდება წებოვანზე. ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც დაკავებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ზუსტად ამ მიმართულებებში. საკმაოდ ჩვენც თავიდანვე უცნაური იყო ეს საკითხი, იმიტომ ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი ორგანიზაცია აღმოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებაშია დასაქმებული, არა საქმიანობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნაზე განსაკუთრებით დიდია. სამკერვალო და დიზაინის მიმართულება კოლეჯში 2013 წლიდან ისწავლება და მისი დირექტორის თქმით, ამ პროფესიაზე სწავლის სურვილს ყოველთვის ბევრი გამოთქვამს. დაინტერესებას დამსაქმებლების დიდი რაოდენობა და ამ პროფესიის ადამიანების სიმცირე იწვევს.
შრომის ბაზარი, მოთხოვნადი პროფესიები და დასაქმების პრობლემა. ერთი შეხედვით ყველა ადამიანს საკმარისი დრო აქვს სასურველი პროფესიის ასარჩევად, თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ დროის სიჭარბე არჩევანის თავისუფლებას და მის გააზრებას არ განაპირობებს. როგორ დავგეგმოთ მომავალი და რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში? ამ თემებზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ლილი ბიბილაშვილი, HR გილდიის პრეზიდენტია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომწვიეთ. Alton Lili, როგორ ფიქრობთ, რატომ ყავს ქვეყანას ყველაზე მეტი დიპლომირებული უმუშევარი? მიზეზი არის ის, რომ თავის დროზე პროფესიის არჩევისას არ მოხდა ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება, თუ ის, რომ ბევრი ადამიანი პროფესიას მხოლოდ პრესტიჟულობის მიხედვით ირჩევს? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არ არის მარტივად გასაცემი პასუხი ამ კითხვაზე. ეს კომპლექსურია და სისტემური პრობლემაა, მინდა გითხრათ. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები პროფესიის შერჩევისას უყურებენ არა იმას, თუ რა მონაცემები აქვთ, რა შესაძლებლობები, უნარები და ნიჭი რა მიმართულებით აქვთ, არამედ იმას, თუ რამდენად შეიძლება დასაქმდნენ ბაზარზე, შრომის ბაზარზე და რამდენად შეიძლება თქვათ გაიკეთონ კარიერა. ამის შედეგად ჩვენ გვაქვს, რომ არის წარმოება, შეიძლება ითქვას, მთელ რიგ მიმართულებებში, განსაკუთრებით ეს ეხება ბიზნესის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებას, სამართალმცოდნეობას და ასე შემდეგ. არა და 2012 წელს ჩვენი კომპანიის HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა პატარა გამოკითხვა დამსაქმებლების და გაირკვა, რომ უფრო მეტი მოთხოვნა არის პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე, ვიდრე უკვე უმაღლესი სასწავლებლებისა. სწორედ ის, რომ ვერ ახერხებენ, ვთქვათ, ადამიანები და ნაკლებად პრესტიჟულია, მოდით ესე ვთქვათ, ხო ეს პროფესიული სასწავლებლები და თავისთავად ცხადია ეს იწვევს იმ პრობლემას, რომ არ უნდათ ახალგაზრდებს იქ განაგრძონ სწავლა. კიდევ ერთი მიზეზი, რომ ადვილად შეუძლიათ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში, 70-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია და უფრო მეტი ადგილებია, ვიდრე აბიტურიენტები. ესეც აძლევს თქვათ იმის აბავს, რომ ჩააბარონ უმაღლესში და გონიათ, რომ უფრო კარგად დასაქმდებიან და უკეთეს ცოდნას მიიღებენ. გასაგებია, რომელი არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში და რამდენად ყავს შესაბამისი სპეციალისტები და კადრები ამ მხრივ? თუ შევხედავთ სტატისტიკას და ცოტა გავუცდე ამ სტატისტიკის გამო, ყველაზე უფრო მაღალი მოთხოვნა არის ფინანსური მიმართულებით. მეორე ეს არის მეორე ადგილზე გაყიდვების მენეჯერის მესამეზე მოდის მედიცინა, სამედიცინო მიმართულება. ეს არის ექიმები და მედდები და მეძმები, ასე ვთქვათ. და ასე შემდეგ, ანუ ყველაზე ბოლოს, რაც ჩემთვის გასაოცარი იყო, ეს არის საინჟინრო მიმართულება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდია სამშენებლო კომპანიების წვლილი. 1%-ია მინდა გითხრათ, როდესაც ვთქვათ ფინანსების მიმართულებით 20%-მდე ადის ვთქვათ მოთხოვნები. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ადგილზე ხდება სამშენებლო მიმართულებით მომზადება თანამშრომლებისა და ისინი ნაკლებად ეძებენ ასე გაცხადებით, ასე ვთქვათ, სარეკლამო განცხადებით და საინტერესოა ისიც, რომ აქაც შეინიშნება ის, რომ უფრო ტექნიკური პერსონალზეა კიდევ მაღალი მოთხოვნა მინდა გითხრათ და რესტორნების, ბარების და სავაჭრო ობიექტებში თანამშრომლების საწყის პოზიციის თანამშრომლებზეა მოთხოვნა. Alton Lili, სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობთ, გასულ წლებთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობასთან დაკავშირებით რა ტენდენცია შეინიშნება, ანუ გაზრდილი არის თუ შემცირებული ზოგადად? ესე ცალსახად ვერ ვიტყვით ამას, ვინაიდან მაგალითად სავაჭრო ობიექტებში, ანუ საცალო ვაჭრობაში ძალიან დიდია დენადობის კოეფიციენტი. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნების, ბარების, მიმტანების და ტუროპერატორების მიმართულებით ძალიან დიდია დენადობა და ამიტომ მუდმივად არის, მინდა გითხრათ, მოთხოვნა ამ პოზიციებზე. დენადობის მიზეზი არის სხვადასხვა, ესეც კომპლექსურია, მაგრამ მე გამოვყოფდი ორს, ეს არის ის, რომ იქ ძირითადად სტუდენტები მუშაობენ ხოლმე, დროებით სამუშაოდ მიაჩნიათ და მეორე დაბალი ანაზღაურება. თუმცა ეხლა ვერ ვიტყვით, რომ დამნაშავენი არიან მაინდა-მაინც ბიზნესმენები, მათი წვლილიც არის, რა თქმა უნდა. და ეს თავისთავად ქმნის პრობლემას, რომ ეს მაღალი დენადობა უკვე მოთხოვნას აჩენს ამ მიმართულებით და თითქოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მიმართულებით ყველაზე მეტია და გაზრდილია. რეალურად ეს
და ეს განპირობებულია იმით, რომ სტუდენტები ზაფხულის პერიოდში ადვილად ტოვებენ სამსახურს და მიდიან, იმიტომ რომ დასვენება უნდათ, გართობა უნდათ და ასე შემდეგ და მეორეც არ უღირთ, ასე ვთქვათ, ის ანაზღაურება, რაც მათ აქვთ. ხოლო უფრო დასრულად ამისაც განათლებაც მიღებული და ასე შემდეგ ის ხელფასი არ აკმაყოფილებთ, რომელიც არის ამ პოზიციებზე და დიდი შრომაა, მინდა გითხრათ, საკმაოდ დიდია სტრესული მომენტები, იმიტომ რომ განსხვავებულ მრავალფეროვან მომხმარებელთან აქვთ ურთიერთობა ძალიან ხშირი და კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ადვილად დასწავლადი პროფესიები, არადა პროფესია რომ საინტერესო იყოს და წარმატებული იყოს ადამიანი თავის სამსახურში, უნდა იყოს ყველა მისი ფუნქცია რთული, მაგრამ მიღწევადი. ადვილად დასწავლადია, ძალიან მალე აღწევენ თქვათ რაღაცა პიკს და შემდგომ უკვე ნაკლებად აინტერესებს. თან ანაზღაურებაც არ არის მაინდა-მაინც მაღალი. ბატონ ლილია, ეს ყველაფერი რაც ეხებოდა მოთხოვნას დამსაქმებლის მხრიდან, თუმცა ასევე საინტერესოა ყველაზე მეტად რომელი პოზიციებით ინტერესდებიან თავად მოქალაქეები, რომლებიც სამსახურს ეწევენ. ცალსახად გეტყვით, საოფისე, ასე ვთქვათ, სამსახურები აინტერესებთ მათ. თუმცა, როდესაც ამას ვერ აღწევენ, მე მამაკაცები ყველაზე ხშირად მიდიან დისტრიბუციაში, სადაც ასევე მაღალია, მინდა გითხრათ მოთხოვნა, იგივე მიზეზის გამო, რომ დენადობაა მაღალი და ქალბატონები ისევ მიდიან სავაჭრო ქსელში, ასე ვთქვათ, საცალო ვაჭრობის მიმართულებით. თუმცა ამ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ ცდილობენ კვალიფიკაცია შეიცვალონ და განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა, მინდა გითხრათ, მზარეულად დაოსტატებისა და ეხლაც ვნახეთ თქვენს, ასე ვთქვათ, წინა სიუჟეტში, სამკერვალო მიმართულებით ძალიან ბევრი ქალი ცდილობს, რომ თქვათ, ესე შეიცვალოს და დასაქმდეს თავად, განსაკუთრებით ეს ეხება, მინდა გითხრათ, ახალგაზრდებსაც, მაგრამ განსაკუთრებით 40 წელს ზევით, ოდესაც ხედავენ, რომ მათი კარიერა ისევ ვერ წარიმართა, როგორც მათ უნდათ, ცდილობენ უკვე მიიღონ სიამოვნება საქმიდან და თქვათ, უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე ამასაკის ადამიანებს შეუძლიათ გქონდეთ სამწუხაროდ ესეც არის. კიდევ ერთ აღნიშნავ, რომ დასაქმების კუთხით უფრო მეტად დასაქმებულნი არიან ქალები, ვიდრე მამაკაცები, ესეც ძალიან საინტერესოა ალბათ. გასაგებია. ქალბატონ ლილი, რაც შეეხება განცხადებებს დასაქმებების შესახებ, რამდენად რეალურია ის შემოთავაზებები, რომლებიც თუნდაც ინტერნეტით სხვადასხვა საიტებზე გვხვდება და ასევე ძალიან ხშირად ბოლო დროს ქუჩებში, სადარბაზოებშიც გვხვდება სხვადასხვა სახის განცხადებები. შეიძლება თუ არა ვენდოთ ასეთ განცხადებებს? ცალსახად რო ვთქვათ, რომ ყველა განცხადება შეიძლება ვენდოთ, ალბათ ვერ ვიტყვი, თუმცა ის განცხადებები, რომლებიც საიტებზეა, ასე ვთქვათ, როგორც არის Jobs.gi და HR.gi და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ მეტნაკლებად სწორი ინფორმაციაა. თუმცა ვიტყოდი ერთს, რომ ხანდახან ეს კომპანიები ცოდავენ იმაზე უფრო მეტ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე რომელიღაც პოზიცია სჭირდება, ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. ეს ხოლმე რაც შეეხება სადარბაზოებზე, ვთქვათ, იგივე მაღაზიის კედლებზე და ასე შემდეგ, ეს არის ის განცხადებები, რომელსაც დაბალი პოზიციის ან ნაკლებად ინტერნეტ წლომადი პოზიციები შეიძლება დავარქვათ, პოზიციებზე იყოს მოთხოვნა, მაგალითად ელექტრიკოსი და უშუალოდ იქ რაღაცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სამუშაოები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესე შეიძლება გადამოწმდეს და არ არის ურიგო განცხადებისთვის წყარო. გასაგებია, თქვენ ახსენეთ, რომ დამსაქმებლები აყენებენ ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდ მოთხოვნებს სხვა პოზიციებზე. რაც შეეხება ხელფასებს, როგორია საშუალო ხელფასი ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და რას თავაზობენ დამსაქმებლები? მე გეტყვით, რომ დღესდღეობით მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტიც არის ძალიან მოთხოვნადი, საშუალო ხელფასი დაახლოებით 1500 ლარია. და რაც შეეხება იგივე სავაჭრო ქსელს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ან თუნდაც საოფისეს, სადაც ძირითადად ქალები არიან დასაქმებული. სავაჭრო მიმართულებით ეს არის სადღაც 250-დან 500 ლარამდე, რაც არ არის ძალიან მაღალი ხელფასი, მოგხსენებათ თან აღარ მინდა ამ თემას შევეხო, მაგრამ ვალუტის კურსის თამაშის პირობებში, რა თქმა უნდა, მოძრაობის პირობებში, უფრო სწორად, რა თქმა უნდა, ეს არ არის მაინცა და მაინც სახარბიელო ხელფასი, თუმცა ნუ ესეთია ეს არ ეხება უბრალოდ მენეჯერულ პოზიციებს, ესეთია რეალობა. რაც შეეხება მაგალითად მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც ასევე მოთხოვნადია, აქაც საშუალო ხელფასი არის 1500 ლარი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მაღალი ხელფასია, თუ შევადარებთ, თქვათ, აი ამ
მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან ზესაჭიროა კომპანიებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოთხოვნადია, მაინც არ არის, ჩემი აზრით არ არის ესეთი მაღალი ხელფასი, როგორიცაც იმსახურებს ეს პოზიცია, იგივე მარკეტინგი, რომელიც ბიზნესისთვის ქმნის, არ ვიცი, ყველა წინაპირობას, რომ წარმატებული იყოს და აძლევს ინფორმაციას, თქვათ, რამდენად შეიძლება წარმატებული იყოს თუ ის მიმართულება ბიზნესში და კონკრეტულად კომპანიის განვითარების რა გზები და საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული, აქაც 1500 ლარია, ასევე ადამიანური რესურსები არ მინდა დავტოვო, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა ვიტყვათ, რომ ეს არის ძრავი ორგანიზაციის და გულით შეიძლება ითქვას, აქაც არ არის მაღალი ხელფასები, სადღაც 1200-დან 1500 ლარამდე, აქაც საშუალო ხელფასი, რა თქმა უნდა. თუმცა არის ძალიან მაღალი და ძალიან დაბალიც ახლა უბრალოდ მე საშუალო. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლილი მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის. ლილი ბიბილაშვილი, HR გილდიის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი, რამდენიმე წამში კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეები. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიო ლიდერის რეიტინგში ბარაკ ობამა პირველ ადგილზეა. შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება $400,000. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაზე უარს ამბობს ობამას შემცვლელი მილიარდერი დონალდ ტრამპი. რეიტინგში მეორე ადგილზეა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო, მისი ხელფასი $260,000. სამეულში ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, წლიურად $234,000 იღებს და ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერია. რეიტინგის ათეულში არიან სამხრეთ აფრიკის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთისა და საფრანგეთის პირველი პირები, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და იტალიის პრემიერი მატეო რენცი. Jaguar-მა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე პირველი ელექტრომობილი წარადგინა. ელექტრო-Jaguar-ი 4-კარიანი ყველგანმავალია და ერთი დამუხტვით 220 მილის, ანუ დაახლოებით 354 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. თუმცა კომპანიის მენეჯმენტი ჯერჯერობით არ ახმოვანებს ახალი ელექტრო-ყველგანმავლის ღირებულებას. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ Jaguar-ის ფასი უფრო კონკურენტულიანი იქნება, ვიდრე Tesla-ს და Porsche-ს შესაბამისი კატეგორიის ელექტრომობილები. Bloomberg-ის ინფორმაციით ავტომანქანა გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა, კომპანია Jaguar-ი კი ელექტრომობილების ბაზარზე გაფართოებას გეგმავს, რომელმაც გასულ წელს გაყიდვებით 9 მილიონი შეადგინა. რაც ეხება ეროვნული ვალუტის კურსს, დღეს $1 $2.59 ღირს, €1 $2.79 თეთრი. 1 ფუნტ სტერლინგი შეძენა $3 და 10 თეთრად შეგიძლიათ. 100 რუსული რუბლი $3.91 თეთრი ღირს, 1 თურქული ლირა კი 76 თეთრი. და ბოლოს შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც რუსი და ქართველი ბიზნესმენები მონაწილეობენ. ფორუმის შედეგებსა და რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებზე დღეს გადაცემა ეკონომეტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ ბაბაშიძე ისაუბრებს. მე აქვე დაგემშვიდობებით, ეთერს კი სპორტული სიახლეებით გიორგი თვალობაშვილი განაგრძობს. მშვიდობის მოგესალმებით. არგენტინის ნაკრების გულშემატკივრება შვებით ამოისუნთქეს დღესდღეობით მათმა საყვარელმა გუნდმა დაამარცხა კოლუმბია ანგარიშით 3-0 და გაიუმჯობესა მდგომარეობა შესარჩევ ჯგუფში. ამ მატჩში რამდენიმე წამში ვისაუბრებთ. მაშასე გაიმართა სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-12 ტური და არგენტინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა კოლუმბიას. მოგეხსენებათ, ამ მატჩამდე არგენტინელებს 4 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, ზედიზედ 2 მატჩი, ბოლო 2 მატჩი წაგებული, ამიტომაც თავიდანვე მიხედეს საქმეს მასპინძლებმა, თავიდანვე აქტიურად შეუტიეს მეტოქეს და უკვე მე-10 წუთზე გახსნეს კიდეც ანგარიში. ამ მატჩის გმირი გახდა ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი, რომელმაც ჯერ ჯარიმიდან მოახერხა ზუსტი დარტყმა და შანსი არ დაუტოვა ოსპინას, შემდეგ კი 2 საგოლე პასიც მიითვალა ამ შეხვედრაში ლიონელ მესიმ. 23 წუთზე მისი გადაცემით გოლი გაიტანა ლუკას პრატომ, ეს ფეხბურთელი თამაშობს ბრაზილიის ჩემპიონატში, იცავს ატლეტიკო მინეიროს ღირსებას, მისი თავი აღმოჩნდა ზუსტი, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ გაიბწყინა მესიმ, ჩვენ ვნახავთ მომენტს, როცა მან მეტოქემ ცოლს აართვა ბურთი ფლანგზე და ანხელ დი მარიას გაატანინა. გეტყვით სტატისტიკას ამ შეხვედრის 9-6-თან დარტყმების შეფარდება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთი ზუსტი დარტყმა 90 წუთის განმავლობაში კოლუმბიის ნაკრებს არ ქონია. კოლუმბიასაც არ აქვს თქვათ კარგი სატურნირო მდგომარეობა, მართალია ეს საკვალიფიკაციო ზონაშია, მე-4 ადგილზეა, მაგრამ უკვე ზედიზედ მე-3 მატჩია ეს გუნდი ვერ იგებს და არგენტინის ნაკრებმა უკვე გაასწრო კოლუმბიას და გამოაგდო ის საკვალიფიკაციო ზონიდან. ეს კი მე-3 გოლი, მესის აქტიურობა, მან მოიპოვა ბურთი და უკვე ანხელ დი მარიამ პარი სენ-ჟერმენის შეტევების ერთ-ერთმა ლიდერმა შეძლო საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება. 3-0 არგენტინა მოიგო და გადაინაცვლა მე-5 ადგილზე 19 ქულით. მე-5 ადგილი იძლევა საშუალებას,
რომ უკვე ითამაშო პლეი-ოფში და შემდეგ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, თუმცა კიდევ 8 ტურია დარჩენილი ამ შესარჩევ ტურნირში და არგენტინა იმედია გამოასწორებს თავის სატურნირო მდგომარეობას. კოლუმბია დაეშვა მე-6 პოზიციამდე. გუშინ კიდევ ერთი უბრალოდ დღესდღეობით კიდევ ერთი საინტერესო მატჩი იყო სამხრეთ ამერიკის ზონაში. ჩილე საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა ურუგვაის. ჩილესაც არ ჰქონდა დახენილი ცხოვრება შესარჩევ ტურნირში, ვინაიდან ბოლო მატჩებში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ეს გუნდი მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ კოპა ამერიკას ბოლო 2 გათამაშების გამარჯვებულმა ურუგვაის საკუთარ მოედანზე დამარცხება მოახერხა. ედინსონ კავანიმ გახსნა ანგარიში და აწინაურა ურუგვაის ნაკრები, აქ ისარგებლეს ცვალების შესაბამით ლუის სუარესმა და კავანიმ და ამ უკანასკნელმა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ედუარდო ვარგასმა ჰოფენჰაიმის ფორვარდმა ბოსეჟურის პასი გამოიყენა და ფრე 1-1 პირველი ნახევრის შემდეგ, ხოლო მეორე ტაიმში გაიბწყინა ალექსის სანჩესმა არსენალის ფეხბურთელმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ჩილეს უმნიშვნელოვანეს მატჩში მოაგებინა ანგარიშით 3-1. მე-60 წუთზე გავიდა მეორე გოლი ბოსეჟურმა ამ მატჩში მეორე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, თუმცა რა თქმა უნდა ამ გოლში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მეკარეს ურუგვაის ნაკრების მუსლერას, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა სანჩესის დარტყმული მარტივი ბურთი. რაც შეეხება მეორე გოლს სანჩესისა, ის 76 წუთზე მარსელო დიასის პასის შემდეგ გავიდა. აღმოჩნდა, რომ ჩილეს ამ შეხვედრაში ჰქონდა 3-3 ზუსტი დარტყმა და 3-ვე გოლში გარდასახა და ამის წყალობითაც მოიგო 3-1. ურუგვაი დარჩა მეორე ადგილზე შესარჩევ ჯგუფში, მას 23 ქულა აქვს, ხოლო ჩილეს ნაკრები 20 ქულით არის მე-4 ადგილზე. ეკვადორმა მოუგო დღეს დილით ვენესუელას 3-0, ბოლივიამ პარაგვაის 1-0 და რასთავარია ბრაზილიამ ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა შესარჩევ ტურნირში. მან სტუმრად დაამარცხა სულსათახნის წინ პერუს ნაკრები 2-0 და 27 ქულით უკონკურენციურია ბრაზილია სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში. გუშინ ამხანაგური მატჩები იყო ევროპაში, რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა და ჩვენ ერთ-ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დაპირისპირება ლონდონში უემბლიზე ინგლისის ნაკრები მასპინძლობდა ესპანეთს. ორივე გუნდის წვრთნელმა გარკვეულწილად ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე, განსაკუთრებით ესპანეთმა, მაგალითად შემტევი ტრიო აი ამ გუნდისა ესეთი იყო ვიტოლო ადორისი, დავით სილვა. ინგლისმა ისარგებლა ამით და თავიდანვე შეუტია გახსნა კიდეც ანგარიში მე-9 წუთზე ადამ ლალანამ ჯეიმი ვარდის აქცევისთვის დანიშნული პენალტის შემდეგ. თავად ჯეიმი ვარდიმაც ლესტერის ფორვარდმა პრემიერ ლიგის შარშანდელმა საუკეთესო ბომბარდირმა აი ესე გახადა ანგარიში 2-0 და მანეკენ ჩელენჯის განახორციელა. უნდა აღნიშნოთ, რომ ჯეიმი ვარდის ბოლო გოლი თარიღდებოდა 10 სექტემბრით, აქედან მოყოლებული ყველა ტურნირზე პრემიერ ლიგის შარშანდელ საუკეთესო ბომბარდის 927 წუთი გოლი არ ქონდა გატანილი და აი ნავსი სწორედ ამ შეხვედრაში გატეხა. ინგლისი მიდიოდა გამარჯვებისკენ, მაგრამ 99 წუთზე ჯერ იაგო ასპასმა გაიტანა ლამაზი გოლი, შემდეგ კი უკვე 96 წუთზე ისკომა ესე გადაარჩინა თავისი გუნდი წაგებას ფრე 2-2. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა 2001 წლის შემდეგ პირველად გაუშვა 2 გოლი ინგლისის ნაკრებისგან. შესანიშნავად ითამაშა აქ მადრიდის რეალის ფეხბურთელმა და საბოლოოდ ფრე 2-2. ასევე ითამაშეს გუშინ ჩვენმა მეტოქეებმა შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებმა ავსტრიამ და ნახოთ სერბეთი როგორ უპირისპირდებოდა სტუმრად უკრაინას. ეს მატჩი მოიგო ადგილობრივმა ნაკრებმა ანგარიში 2-0. სერბეთმა მანდამაინც დამაჯერებელი შთამაშტილება ვერ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო აქტიური სტუმარი გუნდი, თუმცა გოლები ამ მატჩში მხოლოდ უკრაინელებს გაქონდათ. ჯერ ევგენი შახოვმა 38 წუთზე დააწინაურა ანდრეი შევჩენკოს გუნდი, ხოლო მეორე გოლი გავიდა 97 წუთზე იარმოლენკომ 11 მეტრიანი გამოიყენა. ავსტრიის ნაკრებმაც ითამაშა გუშინ ფრე 0-0 საკუთარ მოედანზე სლოვაკეთთან, ასევე ერთი სუპერმატჩი იყო ამხანაგური, თუმცა მის ფრაგმენტებს ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ იტალია გერმანია ფრე 0-0 დასრულდა, ასევე საფრანგეთმა ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე კონტიუარს, აქაც ფრე 0-0. ესაც შეეხებოდა საფეხბურთო ამბებს. ახლა გადავიდეთ ჩოგბურთზე. წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში გრძელდება. გუშინი გაიმართა ბ ჯგუფში მეორე ტურის მატჩები და უკვე ვიცით ერთი ნახევარფინალისტი, ეს არის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც 2 სეტში დაამარცხა კანადელი მილოშ რაუნიჩი. ორივე პარტიის ანგარიში იყო 7-6, ანუ ორივე სეტში გაირკვა გამარჯვებულის ბედი ტაიბრეიკზე. პირველ სეტში არც ერთი ბრეიკ პოინტი არ ქონია ჯოკოვიჩს, 3 ასეთი შანსი ჰქონდა კანადას, მაგრამ ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ ტაიბრეიკზე მეორე სეტბოლიდან შეძლო პარტიის აგება ჯოკოვიჩმა. მეორე სეტში უფრო დაძაბული ბრძოლა იყო იმ მხრივ, რომ უკვე კარგად ჩათამაშდნენ ჩოგბურთელები მიღებაზე, ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით ჯოკოვიჩი, ორჯერ გაათანაბრა ანგარიში რაუნიჩმა, მას 6-5-ზე სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ გადაარჩინა სეტი ჯოკოვიჩმა და ყველაფერი კვლავ მივიდა ტაიბრეიკზე, აქ კი სერბიის უპირატესობა აშკარა იყო 7-5 და საბოლოოდ ნოვაკ ჯოკოვიჩმა უკვე მეორე მატჩი მოიგო წლის შემაჯამებელ ტურნირზე და მას უკვე შეუძლია მოემზადოს ნახევარფინალისტ
ნაკრებისთვის. დღის მეორე მატჩი ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ფრანგი გაელ მონფილსი დაამარცხა 6-3, 1-6, 6-4 და ახლა B ჯგუფში ყველაფერს გადაწყვეტს უკვე ბოლო ტური და გავიგებთ ვინ გახდება მეორე ნახევარფინალისტი. შეახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ჩამოქვეითდა კლასიფიკაციაში მეორე პოზიციამდე და ესტონელი უნდა დაეხმაროს მას, რომ დაიბრუნოს ერთადერთი დამაჯერებლობა და თუ წარმატებასაც მიაღწევს, ის დაიბრუნებს ლიდერობას მსოფლიოს კლასიფიკაციაში. ერთი ინფორმაცია ქართული ოლიმპიზმის შესახებ, კერძოდ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის 21 ასამბლეა მიმდინარეობს და ღონისძიების რანგში გუშინ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, კერძოდ ამ ორგანიზაციის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი. ეს ჯილდო ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ მსოფლიო სპორტის გამორჩეულ წარმომადგენლებს. ლერი ხაბელოვის გარდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის ორდენი კიდევ 3 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. ამ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი. ასეთი იყო გუშინდელი სპორტული ამბები. მე დავამშვიდობები მაყურებელს. მადლობა გიორგი. ასეთი იყო დილის მოამბე 9 საათზე, 10 საათზე უკვე გელით ახალი ამბები, საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ კი დაგემშვიდობებით ნახვამდის.